ხეო ქოც ამორჩეველს, ამაზდაც უნდა ვთქვა, ნახევარწუთი მინდა რა. ვინ არის საშუალო არითმეტიკული და საშუალო სტატისტიკური ქოცი? ეს არის უმეტესწილად მამაკაცი, რომელიც არის უსაქმური, ცოლი ყავს გაგდებული საზოგადოებრივ სამუშაოდ, იმის ხარჯზე უკვე ცხოვრობს წლებია, ზის ეზოში ურახუნებს დომინოს, აგორებს კამათებს, ნარდს თამაშობს და ებრძვის deep states, მასონებს, ხვლიკებს, რეპტილოიდებს და რა ვიცი, სოფლიო შეთქმულებას ამარცხებს რა. აი ამათ შეეხებათ უკვე. აი ქოცი, საშუალო ქოცი ამორჩეველი ეს არის ტიპიური უსაქმური ქართველი მამაკაცი, რომელსაც არ წხვენია არაფრის, ცოლის ხარჯზეც რო კითხო, პატრიოტია, ქართველია, ქრისტიანია, ამბავია ის არის და ამ დროს ჩვენ ამოწყვეტას ითხოვენ, ცოლის ხარჯზე ცხოვრობენ, შვილები უპატრონოდ აყავთ მიგდებული და მსოფლიო პოლიტიკაში ერკვევა ყველა ქოცი აუცილებლად, აბა. ქოცი ქოცად რო იბადების დასრული ისახარება პოლიტოლოგიური ფილოსოფიის მიმდევარი ხარ. ხო ყველაფერი იციან. გამოიცნეს ის რომ 1 მილიარდი კაცი დანარჩენი 8 მილიარდის ამოწყვეტას აპირებს, ამათმა გამოიცნეს გორის საკრებულოს თავმჯდომარე როა, ნუ ის არის მოვლენა. ქოცების ჩემპიონატზე პირველ ადგილზე გავა. კრეტინიზმის და იდიოტიზმის ჩემპიონატზე იგორელი პირველ ადგილზეა. ბიზნესაც გადაასწრებს. რომ ამ 8 მილიარდმა კაცმა არ იცის, რომ ამოწყვეტას უპირებენ, მაგრამ ბიზნესამ და ამ გორელმა გამოიცნო. აი ასე ცხოვრობენ გაგანია სექტა. და ამათი ბოლო ჟამი დგება უკვე. უსაქმური, უპასუხისმგებლო ქვეყნის მტერი და მოღალატე საშუალო არითმეტიკული ქოცი, უინტელექტო გაუნათლებელი, დაქცეული, ამოგდებული საჭმლის ფული არ აქვს ის ცოლი რო არ ყავდეს არ კითხულობს ვის ცოლი რა დღეშია იქა ხო აქეთ ესენი დაერიენ ერთმანეთს და იმას მაჯებში დახრეს უკვე მაჯებში რა ვიცი ჩვენ გვჭირს ვიკა ეს თორე ახ სასაცილოცა აქ კიდე შუქს ებძვიან ბატონო ხო და